ავტომობილების სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მარიოტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების სისტემები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკითხები განიხილეს. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება მგზავრობას უსაფრთხოს გახდის და ჰაერის დაბინძურების კოეფიციენტს შეამცირებს. თუმცა მხარეების განცხადებითვე რეფორმის გატარებამდე კანონპროექტი კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს. შეხვედრა ეკოტრანსპორტ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერიის, საკრებულოს, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტით ვალდებულებად გვეკისრება გზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით და გარემოზე სრულნივიდან გამომდინარე ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. პროექტის ფარგლებში შევქმნით საექსპერტო ჯგუფი, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში იმუშავა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას 2017 წლამდე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ერთის მხრივ რა უნდა გააკეთოს არასამთავრობო სექტორმა, იმისთვის რომ 2017 წელს ჩვენ ამ რეფორმისთვის ვიყოთ მზად და ეს რეფორმა იყოს ერთ-ერთი ისეთივე წარმატებული რეფორმა, როგორც ეს იყო გასულ წლებში ჩატარებული რეფორმები. აქ ხდება გენერირება იმ მოსაზრებებების, იმ იდეების, იმ გამოცდილების, რომელიც შეიძლება გარკვეულწილად იყოს ჩვენი სამოქმედო გეგმის ასევე შემადგენელი ნაწილი. ზოგადად ტექნიკური დათვალიერების შესახებ მინდა გითხრათ, რომ ეს არის მრავალკომპონენტიანი თემა, რომელიც მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ, ასევე საზოგადოებრივ ინტერესებს. ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მე ვფიქრობ ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ამ აზრის შესახებ გარკვეული დისკუსიის წარმოშობას. დაბა წნორში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის